მიუცავმები ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში, რაც შეეხება ბიზნესის ლიდერებს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენს ეთერში გადაცემა ანალიტიკა სტუმარი იყო პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექს მატუა და შესაბამისად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ ეს ინტერვიუ ასე ვთქვათ სრულად მიმოგვეხილა სრული ვერსია და გარკვეული მონაკვეთები შემოგვეთავაზებინა ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც ვიფიქრეთ რომ ასე ვთქვათ როგორც ეკონომიკური ასევე ბიზნესის თვალსაზრისითაც არის საკმაოდ საინტერესო. პირველ რიგში დავიწყოთ სანქციების საკითხით, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინაც გაფართოვდა ეს დღე, კიდევ 8 მაღალჩინოსანი დასანქცირდა და შესაპოლონეთის მიერ და აქედან გამომდინარე, რაც უფრო იზრდება ეს სია, რაც უფრო ხშირდება სანქციები, მით უფრო აქტიურდება კითხვები იმის შესახებ, თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ასეთ მდგომარეობაში ბანკებს, შეძლებენ თუ არა ისინი ჩვეულებრივად ხელფასის მიღებას და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხოთ სწორედ ალექს მატუამ განაცხადა, რომ ბანკები აუცილებლად დარჩებიან ერთგულების აქციების აღსრულების და ეს არის აქსიომა გამომდინარე იქიდან, რომ თუ ისინი ასე არ იმოქმედებენ, მათ ვეღარ შეეძლებათ ასე ვთქვათ ისარგებლონ SWIFT-ის გადარიცხვის სისტემით და ასევე ვეღარ ითანამშრომლებენ ვერც ვიზასთან და ვერც MasterCard-თან და ვერც რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოусმინოთ ახლა ამ თემაზე მის განმარტებას. ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაწესდება, ხო, ჩვენ 100%-ით უნდა დავაკმაყოფილოთ ეს აქ იმაზე კი არა საუბარი გვინდა არ გვინდა ან ისე სწორია თუ ასე სწორია, ეს არის სანქციის თავისი ჩარჩო, თავისი წესი და სტანდარტია, როგორ უნდა მოიქცეს ბანკი. სხვა შემთხვევაში ბანკი არ იარსებებს და ვერ განახორციელებს ტრანზაქციებს და ვერ იქნება მაშინ ბანკი. კი ბატონო, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ გაგვესაუბრა, ასე ვთქვათ, მოგვესმინა მისი შეფასება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებითაც და გამომდინარე იქიდან რომ გვესმის მათ შორის არაერთი ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან რომ გააქტიურდა კითხვები ინვესტორების მხრიდან ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ამას ადასტურებს პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორიც და ამბობს რომ ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდათ მათ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ისეთი კითხვების, რომლებიც აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც 25 წელი ოპერირებს პროკრედიტ ბანკი ქართულ ბაზარზე არ დასმულა მსგავსი ტიპის კითხვები და მათ შორის ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც არ არის მათი პრეროგატივა, არამედ ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და აღნიშნავს იმასაც, რომ აი ამ განწყობებმა ინვესტორების იქონია მათ გეგმებზე შეცვალა სტატუს quo და თუ აქამდე ჰქონდათ განზრახული მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სწრაფი ექსპანსია, აგრესიული ზრდა გვქონდა დაგეგმილი აღნიშნავს, თუმცა ეს ყველაფერი ახლა გადაიხედა და დაკორექტირდა გეგმები შედარებით უფრო სიფრთხილისკენ. ნახოთ ახლა ამ თემაზე მისი შეფასება. 2 წლის წინ საუბრობდით ჩვენს გარემოზე და მიმართულებებზე და რა დავაფინანსეთ, როგორ დავაფინანსოთ, სად განვითარდეთ, სად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ. დღეს რა თქმა უნდა არის კითხვები თუ რა ხდება, იმიტომ რომ და რატო ხდება. ანუ თავარი კითხვები არის ისეთი კითხვები, რომელიც მაქამდე არ იყო. იგივე კანონის მიღება, რატო იყო აუცილებელი, როგორ ანუ ჩვენ ესეთ დეტალებში ვერ ჩავალ და ვერ აუხსნით, როგორც ესე ვთქვათ, კანონის ავტორი აუხსნიდა. კი ბატონო და კიდევ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მინდა რომ გადავიდეთ საპროცენტო განაკვეთების საკითხზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და საზოგადოების მხრიდანაც განსაკუთრებით აქტუალურია ეს მოცემულობა და რატომ არის საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რა მიზეზები განაპირობებს აი ამ მოცემულობას სტრუქტურაც აღწერა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა პირველ რიგში მაყურებელმა კარგად იცის, თუმცა მოკლედ მიმოვიხილავთ აი ამ სტრუქტურას გამომდინარე იქიდან რომ ვთქვათ ბანკები თავად ესხულობენ ფულს 8%-ში, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთით ამჯერად არის 8%-იან ნიშნულზე და შემდეგ უკვე რაც წევს საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს იგივე 14-15%-ზე არის, რაც ემატება ბანკის მოგებიანობა, არის ადმინისტრაციული ხარჯები და არის ცხადია რისკების დაზღვევა, რისკის, როგორც მაკროეკონომიკური რისკებს გულისხმობთ, ასევე ქვეყნის რისკებს და სწორედ ამ ყველაფერზე ისაუბრა ალექს მატუა
მატუამ და ასევე განსაკუთრებით, მეორე ფაქტორი არის ასე ვთქვათ, დეპოზიტები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ არის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და ხალხს არ აქვს დიდი დანაზოგი, შესაბამისად ბანკებსაც არ აქვთ ფუფუნება, რომ დაბალ პროცენტში გასცენ დეპოზიტები და როდესაც დეპოზიტები არის მაღალ პროცენტში, შესაბამისად ცესხებიც უნდა იყოს მაღალ პროცენტში. ეს ახსნა საზოგადოებისთვის პროკრედიტ ბანკის დირექტორმა და აქვე განმარტა ისიც, რომ აი ამ ასე ვთქვათ საფეხურებზე, რაც საბოლოოდ ქმნის საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს, აი მდგენელებში გამოყო ბანკების მოგებიანობის მაჩვენებელი და რა კომენტარს აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოვუსმინოთ ახლა მის შეფასებას. საპროცენტო განაკვეთის სასხებზე ვერ იქნება 13-14-ზე ნაკლები თუ დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი არის 10-11 ან 12%, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში, ხო? ეს არის ლარის შემთხვევაში, დოლარის შემთხვევაშიც პროპორციაში უფრო არის საქართველოში უფრო მაღალი, იმიტომ რომ საქართველოს საბანკო სექტორი ეს რო ჩამურად ჩვენზე პირადად არ უძახი, მაგრამ ჩამურად უფრო მაღალ მომგებიანობაზე მუშაობს და მომგებიანობით საქართველოს გამოირჩევა ალბათ მთელს ევროპაში და შეიძლება მსოფლიოშიც. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აი მდგენელებში, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელს განსაზღვრავს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რისკების დაზღვევას, რაც თავის ფასს მატებს, ასე ვთქვათ, იმ მაჩვენებელს, რაც საბოლოოდ განისაზღვრება. ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი ალექს მატუამ და ისაუბრა, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი ეკონომიკის კონტექსტში, რა როლს ასრულებს ჩრდილოვანი ეკონომიკა რისკების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ბიზნესს, ასე ვთქვათ, თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ ასეთი ტიპის ბიზნესებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ტიპის ეკონომიკაში, რომ არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არის არაორგანიზებული გარემო, როდესაც არის არაინკლუზიურობა, შესაბამისად აქვს ნაკლები ნდობა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ინვესტორებს ქვეყნისადმი და ნაკლები ნდობა თავის მხრივ მეტ ხარჯს ნიშნავს, როგორც რისკების დაზღვევის თვალსაზრისით, ასევე ცხადია საპროცენტო განაკვეთების მიმართულებითაც და აი ამ საკითხთან დაკავშირებით მას ჰქონდა ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომ საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ტიპის ბიზნესმა უნდა იცოდეს ის, რომ ბევრად უფრო დიდ ზარალს ნახულობს, ვიდრე ყოველთვიურად ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით ნახავდა. ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ რისგან შედგება ეს საპროცენტო განაკვეთი და თვითონ რა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს ამ პროცენტის შემცირებაში, ხო? პირველი ეს არის ალბათ, რომ ბანკის უნდა შეამციროს ის რისკები, რაც არსებობს ბიზნესიდან გამომდინარე, ხო, მაქსიმალურად ორგანიზებული, იგივე დეკლარირებული, ესე ვთქვათ, ბუღალტერია მოწესრიგებული, რომელიც ავტომატურად რისკს ამცირებს, ხო? ეფექტურობას დის, რისკს ამცირებს. ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. კი ბატონო, ეს იყო გაცემა ანალიტიკიდან ალექსი მატუას მოსაზრებები, რომელიც პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი გახლავთ.